ენერგეტიკული პოლიტიკის განახლება და მთავრობის გადაწყვეტილება. განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში ჩართულ ყველა კომპანიას ჯარიმა კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება. პრემიერის განმარტებით ეს არის გზა იმ ბარიერების მოსახსნელად, რაც სისტემის სწრაფად განვითარებას შეიძლება აფერხებდეს. მთავრობის მეთაურმა სიახლესთან ერთად უკვე დასრულებულ საკადრო და პროექტების ხარჯების ოპტიმიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შედეგადაც სახელმწიფომ სოლიდური თანხა დაზოგა. ნინი გოგიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან მუდმივი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ენერგეტიკის სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროებოდა, თქვა პრემიერმა და ახალი გადაწყვეტილებაც წარადგინა. კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერამდე იყო კიდევ ერთი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში, როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა და რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად 359 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარი დაზოგა. პრემიერის თქმით, დაზოგილი თანხებიც მთლიანად ენერგეტიკის სისტემას მოხმარდება. ყველა ამ ნაბიჯის მიზანი კი ერთია: საქართველო იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ჩვენი სტრატეგიული მიზანია საშუალოებიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითქმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. მიზანთან ერთად დასახულია გეგმაც. ენერგეტიკის სისტემის სწრაფად განსავითარებლად მორიგი ნაბიჯი იდგმება. განახლდეს ყველა შეჩერებული პროექტი და მოიხსნას ყველა ბარიერი. ამისთვის კი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. საუბარია 1 მილიარდ ლარზე. სახელმწიფოს მიერ მიცემულ შანსთან ერთად გაწერილია დათქმებიც. იმისთვის, რომ სექტორის გადასატვირთად სახელმწიფო ინიციატივას კომპანიები პასუხისმგებლიანად მოეკიდონ. მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც. თავლიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი ორხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვა დამატებითი ბიძგი იქნება სისტემისთვის, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ. სახელმწიფოს ამოცანაა უკვე არსებული პროექტებიდან გაცხრილოს სპეკულაციური და ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფად განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ყავს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, კვლევის შედეგად გამოვლენილია მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. გაიცემოდა HR-ზე ნებართვები და რეალურად ნულიდან ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები ნებართვის გადაყიდვას საკმაოდ დიდ ფასებად. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა გარკვეული ნებართვების გაცემა, პირიქით ხელოვნურად ჭარბად გაიცემოდა გარკვეული ნებართვები. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. დღეს ჩვენი გენერაცია არის დაახლოებით 4600 მეგავატი და ჩვენი სურვილია, რომ 8000-მდე ავიდეთ 4 წლიან პერსპექტივაში. გავზრდით გენერაციას შესაბამის ნიშნულამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი რომ სრულად თვითქმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში უკვე მეტი საექსპორტო ელექტროენერგია შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში. პასუხისმგებლობასთან ერთად ეს იქნება დამატებითი სტიმული, რომ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ეს გადაწყვეტილების ადრესატთა საერთო პოზიციაა. კომპანიებს, რომლებსაც ჯარიმები ჩამოეწერებათ, მზაობას გამოთქვამენ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში გუნდურად იმუშაონ. ჩამოწერილი თანხა კი პროექტებს მოახმარონ. ეს ინიციატივა პირდაპირ იყო ჰაერივით ესაჭიროებოდა დარგს. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ავაშენოთ აუცილებლად ძირითადი ყველა ეს სიმძლავრე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანა გავხადოთ თვითქმარი. ჩვენ ქონია არაერთი მაგალითი, როდესაც წარმატების ლელო გაგვიტანია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შეგვიყვანია ექსპლუატაციაში, მაშინ როდესაც ერთიანად ერთ გუნდად მუშაობდით. ყველა კომპანიას ეხება, ვინც კი მოღვაწეობს ამ დარგში, ჰიდროენერგეტიკაში, ქარის ენერგეტიკაში თუ მზის ენერგეტიკაში და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო განვითარებას ხელს შეუწყობს, იმიტომ რომ ის თანხები, ასე ვთქვათ, ის ჯარიმები, რომლებიც კომპანიებს, ასე ვთქვათ, დააწვება კისერზე, ამ ჯარიმებს გამოიყენებენ ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით. ეს მისცემს შანსს ხაზგასმით ვამბობს შანსს იმ ძველ პროექტებს, რომ მოხდეს რეალიზაცია და მათი აშენება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მიიღო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე მაქვს საუბარი PMI
სტატუსი, რაც ნიშნავს საერთო ინტერესების პროექტის სტატუსს. ამასთანავე ვაძლიერებთ გადამცემ ხაზებს სომხეთთან და ეს კიდევ ერთხელ მოგვცემ შესაძლებლობას ჩვენ რომ ჩამოყალიბდეთ როგორც ენერგეტიკულ ხაბად და ეს ახალი სიახლე იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი უკვე ძველი პროექტებისთვის იმისათვის რომ მეტად განვითარდეს ადგილობრივი გენერაცია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედაც რომ ენერგეტიკას ენიჭება. ამიტომაც გადაწყვეტილების მომზადებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული. ენერგეტიკის სექტორს გამორჩეულად დიდი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა იმ არსებული ბერკეტის და შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპის აჩქარებას. მეორე შანსი კომპანიებს და დამატებითი შესაძლებლობა უკვე დაწყებული პროექტების დასასრულებლად. მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ ელექტროენერგიის გენერაციის ზრდისთვის სახელმწიფო პროცესის დაჩქარების პირობას დებს.